ეხლა ბრტყელი დედამიწის საკითხზე მინდა გაჩვენოთ ერთი სიუჟეტი და ერთი ვიდეო აქვს დადებული ერთ ბიჭს რუსულად და თქვენ თვალით მინდა ნახოთ თუ როგორი არასანდოა ზოგადად მსოფლიო სისტემა. Აი უყურეთ და ვისაუბროთ მერე. Смотрите, шароверы, вас уже потихоньку начинают подготавливать, что Земля плоская, говоря, что на Земле есть длинные плоские участки. Смотрите вот этот ролик, в конце будет оралово. Земля не круглая. Ученые НАСА показали реальную форму нашей планеты. Новая трехмерная модель была создана на основе спутниковых наблюдений. Оказалось, внешне Земля больше похожа не на шар, а на картофелину. Такое впечатление создают многочисленные впадины и выпуклости. Их удалось увидеть благодаря научной модели, которая показывает Землю с учетом ее гравитационного поля. Геоид представляет собой условную поверхность мирового океана, на которую воздействует только гравитация, без учета ветра, течений и приливов. В основу визуализации легли данные, собранные за 15 лет. Модель включает около миллиарда наблюдений, полученных со спутников. По словам исследователей, такие модели помогают изучать мировой океан и совершенствовать навигационные системы. Я вас поздравляю, шароверы! Теперь вы не шароверы, а официально картошковеры! Вау! Აი შეხედეთ, ადამიანები, რომლებიც სფეროსებრი დედამიწის მოდელის ამ დადგენილებას, ოფიციალურად მიღებულ დადგენილებას თავისი მკერდით იცავენ, რო იტყვიან, მთელი ძალებით იცავენ, თან ისე იცავენ, რომ არც არავის დაუალებიათ ეს, ისინი ამით ზოგადად სოფლიო სისტემას უცხადებენ ნდობას. ოღონ ადამიანებს გონიათ სისტემა რა? სისტემა ადამიანებს რა გონიათ, იცით? Აი ტელევიზორში რომ მინისტრი გამოდის, პრემიერ-მინისტრი გამოდის, რაღაც განცხადებას აკეთებს, იქ რომ რაღაცა ჩხუბებია პარლამენტში, იქ რაღაცა კანონი რომ მიიღეს, იქ ჩვენი თქვა საგარეო კურსს რომ დაადგენს სახელმწიფო მთავრობა ესე თქვა, ეს არ არის სისტემა ხალხო. ეს ყველაფერი არის სატელევიზიო შოუ, რომელსაც ეწოდება პოლიტიკა, სატელევიზიო შოუ სახელწოდებით პოლიტიკა. ანუ ეს პოლიტიკა რეალური არ არის. ამით რისი თქმა მინდა? ანუ თქვენ იცავთ სისტემას, წარმოადგენთ სისტემას, როგორც მორფეუსი ეუბნება ნეოს, რომ სისტემა ყოველთვის დაგიპირისპირდება შენ, შესწინააღმდეგ ასე თქვა წააქეზებს შესწინააღმდეგ ბრძოლაში წააქეზებს ყველას, აი ვინც კი შენს გარშემოა, ხო? მატრიცაში ვართ და იმიტომ. და თქვენ ბიოლოგიური რობოტები პერსონაჟები, როგორც NPC პერსონაჟები, იცავთ ამ მოდელს და იმედებს ამყარებთ ამ სისტემაზე. ეს სისტემა კი აუცილებლად გიღალატებთ ადრე თუ გვიან. აი ეგრე გამოვიდნენ და თქვენს რომ ის რაზეც გეუბნებოდნენ ამდენ წელს განმავლობაში, რომ დედამიწა არის სფეროსებრი, ანუ სფეროსებრი არის დედამიწაო, როცა გეუბნებოდნენ ამდენი ხანი ესე იყო, ეხლა გამოაცხადეს, რომ დედამიწა არის კარტოფილის ფორმისო. გეოიდის ფორმი და რაღაცა, ეგ ყოველთვის ეგრე იყო, მაგასაც დააკომენტარებენ, აი თუ გინდა აგერ ნახოთ, ეგრე დააკომენტარებენ, ეგრე იყო ისედაც ყოველთვის, როგორ იყო ეგრე. გეოიდის ფორმის არისო იტყვიან. პირდაპირ კარტოფილის ფორმად გამოაცხადეს დედამიწა. ეხლა მე რო გამოვსულიყავი როდესმე და მე თქვა რომ დედამიწა კარტოფილის ფორმის არისო. აუ ამან რა მოწია და ატყდებოდა კიდევ უარესი სიცილ ხარხარი. ანუ თქვენ რისი თქმა მინდა, თქვენ როდესაც სისტემას უცხადებთ ესეთ ნდობას და მე სისტემა გადაგაგდებთ, იცოდეთ რომ თქვენ მენტალურად და ცნობიერის დონეზე აღმოჩნდებით იმ ადამიანების დაქვემდებარებაში, ვინც იძახდნენ და ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა იყო ბრტყელი. იმიტომ რომ სისტემა კარტოფილის ფორმაზე აუცილებლად არ გაჩერდება. და ადრე დავდი აღარ მახსოვს ერთ-ერთი ვიდეო უკვე ნელა და აქაც უკვე ნელა ისინი ვალდებულები არიან რომ ხალხს უთხრან სიმართლე და ნელა უახლოვდებიან ბრტყელ დედამიწის ფორმას, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან რომ დედამიწის ზედაპირი გახლავთ სიბრტყე. ხო და ამაზე ძალიან კარგად იციან მათ. და იძულებული არიან რომ ნელა მივიდნენ აქამდე. და გამოუცხადონ ხალხს რეალური სიმართლე. სხვა გზა ფიზიკურად არ აქვს. მაგრამ ესე სტროგად როცა ასწავლეს რომ დედამიწა არის ბურთის ფორმის
გინა რაგბის ბურთის ფორმის იყოს, გინა ლაყე კვერცხის ფორმის, ამჟამად ბურთის ფორმაზეა საუბარი, სფეროზეა საუბარი. ამდენი ხანი, ხო, ერთი საუკუნე ასწავლეს ხალხს ეს. და ეხლა ნელ-ნელა რო გადაასხვაფერებენ. აი ეს ამდენი მილიონი, არა, უბრალოდ 1 მილიარდი ადამიანი, იმიტომ რომ სინამდვილეში მსოფლიოში 1 მილიარდი ადამიანია, 8 მილიარდი არ არის. მილიარდ ნახევრამდეც არ არის დაჟე. ხო, აი ეს 1 მილიარდი ადამიანი აღმოჩნდება მაგარ აფსაიდში. და თქვენ გონიათ რომ უბრალოდ ერთ დღესაც გამოაცხადებს სისტემა რომ იცი რა თურმე დედამიწა ბრტყელი ყოფილაო და თქვენ გონიათ რომ ეს უბრალოდ მარტივად ადგებით და ცხოვრებას გააგრძელებთ? არა, მეგობრებო, თქვენ აუცილებლად ცნობიერ დონეზე და ცნობიერ დონეა ყველაზე მთავარი, აღმოჩნდებით პირდაპირ დაქვემდებარებაში იმ ხალხის, ანუ ნახეთ, ყველა ქვეყანაში არის ბრტყელი დედამიწის, ესე ვთქვა, ჭყალებში მიმდევრების, ესე ვთქვა, ვინც ამ თეორიას ადასტურებს, ხო? ყველა ქვეყანას ყავს თავისი ეს ადეპტები, ესე ვთქვა, ბრტყელი დედამიწის. მე ხარ არანაირ ჯგუფში და იმებში არ ვარ გაწერიანებული. ერთადერთი Facebook-ი არის ბრტყელი დედამიწის ჯგუფი, გავწერიან რუსულად არის გავწერიანდი, იმიტომ რომ რაღაც ფოტომასალა და ინფორმაციები განსხვავებულს დებენ და 1000 ერთხელ ვნახულობ. დანარჩენს ხე YouTube-ზე უყურებ ხოლმე. ანუ უცხო ქვეყნებში იმათ დაქვემდებარებაში აღმოჩნდებით და საქართველოში ბრტყელი დედამიწის მოდელის, ესე ვთქვა, მკვლევარი ერთადერთი მე ვარ. და თან უბრალოდ მარტო მე კი არა ვარ, აქ მე ვარ ის, ვინც ესე სიღრმეებში შევიდა. ხო, 2002 წელს ვიღაცას რაღაც თბილისის ფორუმზე რო წერდა რომ დედამიწა ბრტყელიაო, ეგ არის ამირან გულში მღეროდაო. კარგი ეგ ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება საჯაროდ გამოტანა და დამტკიცება და არგუმენტების წარმოდგენა. ეს არგუმენტები მე წარმოვადგინე 5 წელს განმავლობაში და მიმართულებებიც მიმეც ხალხს სად როგორ ისწავლონ და სად რა ნახონ. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, აი იუთუბერია გერმანიკუს მაქსიმუსი. უბრალოდ აკრიფეთ გერმანიკუს მაქსიმუსი, ზუსტად 2 დღე და ღამე უსმინეთ მის ბლოგებს. 2 დღის მერე მე კაი პარასკევს საღამოს ჩაუჯექით, ორშაბათ დილას მე გააძლევთ პირობას რომ იქნებით ბრტყელი დედამიწელი. უბრალოდ თუ შენ ბრტყელი დედამიწელი ვერ გახდები უკვე ორშაბათს, მე ჩამოგართმევ ხელს და მოგილოცავ რომ შენ ხარ NPC პერსონაჟი, ბოტი. შენ ხარ ბოტ პროგრამა, რომლის გამოღვიძება შეუძლებელია. ადრე თქვი და კიდე ვიტყვი, რომ ეს არის ბრტყელი დედამიწის საკითხი არის მაგიური ჯოხი. მაგიური ჯოხი, როდესაც შეგეხება, შენ თუ არ გამოიღვიძე, აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი. აი ამით შეგიძლია მიხვდე შენ რეალური ადამიანი ხარ თუ არა, ანუ მატრიცაში მოთამაშე ხარ თუ ბოტი. შენ ეს მაგიური ჯოხი, როდესაც შეგეხება, ეს თემა, ბრტყელი დედამიწის თემა, როდესაც შეგეხება და შენ არ გამოიღვიძებ და შეკითხვას არ დასვავ რაღაც შეკითხვებს, რაც დასასმელია, ანუ ეს თუ ავტომატურად თუ ეს ასე არ მოხდება, ეს ნიშნავს რომ შენ ბოტ პროგრამა ხარ. ნუ ამაში გულდასაწყვეტი არაფერი არ არის. უბრალოდ ბრტყელი დედამიწის ადეპტების დაქვემდებარებაში აღმოჩნდები. და თუ გამოიღვიძებ, შენ ხარ ესე იგი ჩვეულებრივად მოთამაშე პერსონაჟი. რეალობის შემქმნელი. ამიტომაც საქართველოში მე როგორც ბრტყელი დედამიწის ერთ-ერთი მთავარი ადეპტი, სხვა არც ვიცი ვინმე თუ არის, 1-2 ვიდეო დადო ვიღაცამ ზოგმა YouTube-ზე და ზოგმა TikTok-ზე. ანუ კონტენტი ამაზე არავის არ შეუქმნია და არგუმენტები ამაზე არავის არ წარმოუდგენია. უბრალოდ ესე რიგითი ვიდეოები აქვს დადებული. შესაბამისად, ყველა ის პიროვნება, რომელიც მლანძღავდა, მაგინებდა და გამოთქვავდა იმ აზრს, რომ დედამიწა სფეროა და მე ვიტყუები, ყველანი აღმოჩნდებით ჩემს დაქვემდებარებაში. ეს თქვენ გინდათ, არ გინდათ და მოგწონთ თუ არა, ეგ მოხდება ეგრე. ნახვამდის, პაკა. პაკა და სვიდანია.